მოგესალმებით კიდევ ერთხელ მივესალმები ფორმულას ტელემაყურებელს. როგორც ისიც გახარია ევროპაშია, ევროპის ლიდერებს ხვდება, მას აქვს ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში. ის 15-ში ბრიუსელშიც იქნება. მთავარი გზავნილები გახარიას მხრიდან რა თქმა უნდა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და სანქციები, რომელიც დაანონსებულია, ესე ვთქვათ, როგორც გავიგეთ და ინფორმაციას დავეყრდნობით, რუსეთის კლანის მოსამართლეების თემას ეხება სანქციები და ნახოთ კონსენსუსი შედგება თუ არა. ამას დავალოდოთ, მოვლენებს არ გავასწროთ, ხოლო რაც შეეხება გახარიას გზავნილებს, გახარიას გზავნილები ყველა ევროპულ ქვეყანაში, ასევე ბრიუსელშიც იქნება მთავარი პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ადამდელი არჩევნები და სანქციები, რომლებიც ოცნებას ელის, ეს სანქციები, ასე ვთქვათ, არ გადავიდეს ხალხზე, მათ გულისხმობ ვიზა ლიბერალიზაციას, იმიტომ რომ ეს თემა ბოლო პერიოდში წამოწეული თემაა და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა შეხვედრაზე ვილაპარაკოთ ამ თემაზე, რომ ვიზა ლიბერალიზაცია, ცის გაუქმება ავიცილოთ როგორღაც, იმიტომ რომ რაც ამ ქვეყანას ჭირს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ბრალი არის და ქართული ხალხი ამას ნამდვილად არ იმსახურებს. ხო, თქვენი პოზიცია დიდი ხანია ასეთია, რომ ხალხი არ უნდა დაისაჯოს ოცნების ნაბიჯების გამო, თუმცა ბოლო შეფასებაში, ანგარიშში ევროპარლამენტმა ჩაწერა სწორედ უვიზო მიმოსვლის შესახებ კონკრეტული წინადადება. ამასაც მიაღწია. ხო, სამწუხაროდ ყველამ უნდა ვთქვათ, როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს, პასუხისმგებლობა აკისრია რუსულ რეჟიმს და ამ ნაბიჯებს, რომელიც ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა მთავრობამ გადადგა. გახარიასგან რას უნდა ველოდოთ ახლა? სად აგზელებს ის შეხვედრებს? ხომ არ არის ეს გასაიდუმლოებული, თუ შეგიძლიათ გაგვიზიარეთ? გახარია გამეორდები, რომ გახარია 15-ში ბრიუსელში იქნება. ხოლო აი შეხვედრების შემდეგ გახარია უკვე თავის თავზე უკეთ ილაპარაკებს. თითქოს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გეგმავდა გამგზავრებას. გეგმაში არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჯერ არ დაბრუნდება როგორც ჩანს. არა, ჯერ სანამ ეს ვიზიტები არ დაბრუნდება. ზოგადად ახლა ჩვენს გეგმებზე და გახარიას გეგმებზე არ მინდა პირდაპირ ეთერში ვისაუბრო, იმიტომ რომ ოცნება და სუსი ღელავს ბოლო პერიოდია, როგორც ხედავთ გახარიას გეგმთან დაკავშირებით. ბატონი გიორგი თავად ისაუბრებს თავის გეგმებზე უახლოეს მომავალში. თქვენ წარმოადგენთ გახარიას ახალგაზრდულ ფრთას, რომელიც ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა პლატფორმაზე. ძალიან ბევრი ვიდეოა, რომელიც თქვენ მიერ ვრცელდება, სადაც კონკრეტულ მოვლენებს თქვენს ახსნას უძებნით. თუ დაინტერესდა პირადად თქვენი ლიდერი ახალგაზრდობის ხედვით კონკრეტულად მის სამომავლო გეგმებზე, ხომ არ უკითხავს თქვენთვის რჩევა დაბრუნების საკითხზე? საინტერესო კითხვა. გახარიას ზოგადად ხშირად თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის განმავლობაში რჩევა ახალგაზრდებისთვის რა თქმა უნდა უკითხავს და ჩვენი პარტია გამორჩეულია მაგით, რომ ჩვენს პარტიაში არაერთი ახალგაზრდა არის, რომელიც პოლიტიკაში ჩართული არის. დაბრუნებასთან დაკავშირებით თუ მეკითხებით, მე კიდევ ერთხელ გავუმეორდები, რომ ამ თემასთან თავად გიორგი გახარია. თქვენ რა პოზიცია გაქვთ? უნდა დაბრუნდეს თუ დარჩეს? უნდა დაბრუნდეს თუ დარჩეს. გიორგი გახარია უნდა იყოს იქ, სადაც იმ მომენტში საჭირო იქნება. და ასეც იქნება გიორგი გახარია იქნება იქ, სადაც იმ მომენტში საჭირო იქნება ქართული ხალხისთვის. ხო, ყველა ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ მას უმზადებენ ძალიან დიდ სასჯელს. ჩორჩანას საქმე ერთი ნაწილია, გუშინ ნახეთ გამოძიების იმიტაცია პარლამენტთან, გავრილოვის ღამის შესახებ 6 წლიანი დაგვიანებით, იქ აზროვნითი სამუშაოები ჩატარდა, ცოტა სასაცილო იყო ეს კადრი. ხო, მოკლედ დაბრუნების შემთხვევაში ვიცით ყველამ რაც ელოდება მას და ამ შემთხვევაში რისკები დიდია. არა, რისკები რა თქმა უნდა დიდია არის და ეს ჩვენ ვიცოდით 2021 წლიდან, როცა გიორგი გახარიამ გადაწყვეტა ოპოზიციური პარტია შეიქმნა და ეს რისკები ყოველთვის იყო. და ყოველთვის ვიცოდით ჩვენ რაც ძალიან მოგვიწევდა ბრძოლა და ახლა უბრალოდ ხვდებით, რომ რეჟიმი უკვე იმ მდგომარეობამდეა, რომელსაც საკუთარი სახეც დაინახა ისიც, რომ ყოველდღიურად საკუთარ ამომრჩეველსაც კარგავს და დაინახა ისიც, რომ ყველაზე დიდი საშიშროება პოლიტიკურ ველზე გიორგი გახარია არის. აქამდე კი აფრთხილებდა ბიზინა ივანიშვილი თავის პარტიის წევრებს, რომ გიორგი გახარიას რაღაც მოუხერხეთო, მაგრამ ალბათ არ ჯეროდა ზოგიერთ მათგანს და ბიზინა
ბიზნა ივანიშვილის იმ ცნობილ ინტერვიუსაც გავიხსენეთ, რომელიც არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდა, ეს ლაივი არ იყო, ჩაწერილი არ იყო. სამწუხაროდ ბიზნა ივანიშვილი პედაგოგურ ეთერში არ ჯდება ხოლმე, არ გვაქვს ამის ფუფუნება. სადაც ნაცვლად თქვა, რომ გიორგი ახარიას მიმართ მას აქვს საქმეები, რომელიც უკვე დევს თაროზე და ის აუცილებლად დაიჯდება. დადგა 2025 წელი და ხედავთ, რომ ბიზნა ივანიშვილის ეს მუქარა ოცნება მოქმედებაში მოიყვანა. როგორ დასრულდება, ამას ვნახავთ. თუმცა თან ჩამოანგრია ის პროპაგანდა, რასაც 13 წლის განმავლობაში გვთავაზობდა, ამბობდა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ტერიტორიები არ დაგვიკარგავსო და ახლა გვეუბნებიან, რომ მილიონი კვადრატული მეტრი დავკარგეთ. რაც ასეა. ხო, მაგრამ საპირისპირო და წარმოაჩინეს მხოლოდ პირადი ანგარიშვალების მიზნით. ამაზე აუცილებლად ვიტყვი, საქართველოს ჩორჩანას თემატიკასთან დაკავშირებით, საქართველოს არც ერთი მილიმეტრი ტერიტორია არ დაუკარგავს. აქ უბრალოდ ოცნების ეგრეთ წოდებული წევრები ამბობენ, რომ რადგანაც იქ საგუშაგოები ჩაიდგა, ეს ტერიტორიები ჩვენი არ არის. ეს ასე არ არის, მან საზღვარი არ გავლებულა. და როცა ამას ასე ღიად ლაპარაკობდა, საჯაროდ ლაპარაკობს, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ოკუპანტს ამ მიწებს ჩუქნი. ჩორჩანასთან დაკავშირებით კი, ეხლა რა ხდება ეს 20 ივნისის გამოძიება, ეს ჩორჩანი 20 ივნისს არ დაწყებულა, ხო, ჩორჩანეთი დაიწყო. ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია, კარგად ნახეთ საბოლოო ჯამში რა იყო ამ კომისიის მიზანი. ხო და მიზეზი 20 ივნისთან დაკავშირებით მე არ ვიცი ახლა 6 წლის შემდეგ რუსთაველზე პარლამენტის წინ რას ეძებენ და რას თხრიან, ალბათ შეიძლება იმ ჭიქის ნამსხვრევს ეძებენ, რომელიც კობახიძე მიუჭახუნა გავრილოვს და მაგის ძიებაში არიან. ფაქტი არის, რომ ეს არის პოლიტიკური განეიტრალების მცდელობა. ესე იყო ჩორჩანის თემაც, მაგრამ ჩორჩანის თემიდან კარგად ვნახეთ პოლიტიკურად განეიტრალებული ვინ გამოვიდა აქედან, ხო? იმიტომ რომ ჩორჩანის თემის შემდეგ ქართული ოცნების ამომრჩეველმაც კარგად დაინახა პირველ რიგში თუ ვის ინტერესებს ემსახურება ქართული ოცნება, იმიტომ რომ წარმოუდგენელ რაღაცასთან გვაქვს საქმე, არარსებულ რაღაცასთან გვაქვს საქმე. ქართულ ადამიანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს აბრალებდე საკუთარი ტერიტორიების დაკარგვას მაშინ, როცა მოხდა აბსოლუტურად საპირისპირო და ჩორჩანას მაგალითი არის ის მაგალითი, როცა საქართველოს თითოეულ მოქალაქემ შეიძლება იამაყოს იმით, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში საქართველოს შეძლო მშვიდობიანად დაეცვა თავისი ტერიტორია და რასაც ეხა ქართული ოცნებამ საგამოძიებო კომისიით აკეთებს, მე მაყურებელს მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენო, ბატონო გახარიამ ამაზე ილაპარაკა, მაგრამ კიდევ ერთხელ შევახსენო, რომ ეს საგამოძიებო კომისია ზუსტად იგივე თემაზე იყო ოკუპანტის ტერიტორიაზე გაკეთებული და ზუსტად ის გამოძიება, რაც პროკურატურაში მიმდინარეობს, ახლა გახარიას წინააღმდეგ ჩორჩანის თემაზე, ეს გამოძიებაც ოკუპანტების ტერიტორიაზე უკვე იყო გაკეთებული. შესაბამისად გვაქვს იგივე გამოძიება, იგივე კომისია, ოღონდ ერთი ოკუპანტების მხარეს, ერთი ჩვენს მხარეს, ერთი და იგივე თემაზე. ხო, მოკლედ ძალიან მარტივი დასანახია რა მეთოდებით ებრძვის ოპონენტებს ქართული ოცნება, მზად არის საკუთარი პროპაგანდაც კი ჩამოშალოს პირადი ანგარიშსწორებისთვის, სააკაშვილისგან განსხვავებით ტერიტორიები არ დაგვიკარგავსო და ახლა საპირისპიროს გვიმტკიცებენ, ოღონდ ეს გახარიას გამო მოხდაო და გახარია იყო ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრი და მაღალ თანამდებობებზე და ზუსტად ხო თანამდებობებზე დაწინაურდა ამ მოვლენების შემდეგ. მოკლედ, დღევანდელი გადასახედიდან ეს გასაგებია თქვენი ხედვით სხვაგვარად ჩანს, მაგრამ ხო რიგითი მაყურებლისთვის ახლა გახარია იყო თუ ვინმე სხვა ქართული ოცნების მმართველობა იყო ეს პერიოდი და თავისთავად ბიძინა ივანიშვილი როგორც ჩანს აღიარებს, რომ გარკვეული პრობლემები მისივე პროპაგანდას რომ გავყვეთ არსებობდა. გიორგი, ვხედავთ ამ ივანიშვილი ვალდებული არის უკვე რომ რაღაცები ესე ილაპარაკოს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებიც კი დააზიანოს მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი პირადი ინტერესები და ის მოპარული ფული, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ხალხისგან იპარება და ეხლა რაც ხდება ოცნების თავზე როგორი კრიზისი არის, აქამდე თუ ოცნებას რესურსი ჰქონდა, როგორღაც ეს კრიზისი შეიფუთა და გარეთ არ გამოსულიყო, ეხლა ხედავთ, რომ ოცნებას ეს კრიზისი ამის რესურსი აღარ აქვს და კრიზისი ამოტივტივდა, ხო ადამიანები უკვე ოცნებაში ერთმანეთს ეცვრიან, მხოლოდ იმიტომ, რომ მოპარული ფული გადაინაწილონ და ეს მე მგონია რომ ხოლმე დასაწყისი არის. ოცნება ბევრ კიდე საზიანო რაღაცას გააკეთებს, სამწუხაროდ როგორც ქვეყნისთვის, მაგრამ ასევე საკუთარ თავსაც დაიზიანებს. ხო, თავისი გუნდის დასაზიანებლადაც, მაგრამ ძალიან გაძლიერდა წმეხი ოპონენტებზე და ამ პირობებში ჩვენ ისევ განვიხილავთ არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. გასაგებია თქვენი გუნდის ხედვა, რატომ უნდა მიიღოთ ამ არჩევნებში მონაწილეობას? ეს გამოწვეული ასევე პრაგმატული მიზნებიდანაც, რომ თქვენს პარტიას, ასე ვთქვათ, ფინანსური პრობლემები აქვს ამის მოგვარების ერთ-ერთ გზად. ხო, ამიტომ პრაგმატული მიზეზებიც გვაქვს. რა არის უფრო პრაგმატული?
აი მარტივად ჩვენ პირველივე დღიდან იცით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პირველივე დღიდან გამოვედი და ვთქვით, რომ ჩვენგან ამ არჩევნების ბოიკოტი არ ექნებოდა. ახლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენ პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების, საერთო კანდიდატების მსჯელობაზე ვართ გადასული, ხო? ხა რა არის უფრო პრაგმატული მიზეზი? მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ სანქციები და ქუჩის პროტესტი არ არის საკმარისი, რომ ოცნება ჩამოიშალოს. კი, ანუ შეასუსტებს და ფაქტი არის, რომ ოცნება შესუსტებულია და ამაზე ზეგავლენა იქონია როგორც ქუჩის პროტესტმა, ასევე სანქციებმა, მაგრამ სანამ ოცნებას ყავს იმდენი ამომრჩეველი, რამდენმაც ხმამიცა 2024 წელს ოცნება ვერ ჩამოიშლება. ჩვენ ვამბობთ, რომ ოცნებას რამდენი ამორჩეველი წავს, იმდენ ამორჩეველს არ იმსახურებს. 2024 წლის შემდეგ რა მოხდა? 2024 წლის შემდეგ მოხდა უამრავი რაღაცა. დღეს მოცემულობა გვაქვს ეგეთი. ყავს ბავშვები პოლიტპატიმრები, ყავს ქალები პოლიტპატიმრები, ყავს პოლიცია, რომელიც მარტო აქციაზე კი არ ძალადობს, უკვე ყოველდღიურ რეჟიმში, გარეთ ქუჩაში რო გახვიდეთ, შეიძლება თქვენზე იძალადო. ოცნებაში ისეთი კრიზისი არის, რომ ვეღარ იმალება და ადამიანები ერთმანეთს ესვრიან. ჩორჩანას кейსი, რის შემდეგაც თავად ოცნების ამორჩეველმა კარგად დაინახა, თუ ვის ინტერესებს იცავს ოცნება და რატომ ებრძვის გახარიას და ამ ყველაფერს როცა ქართული ოცნების ამორჩეველი ხედავს, რა თქმა უნდა, აკვირდება და ანალიზს ძალიან კარგად აკეთებს. ამ ყველაფერს დიდი წარმოდგენა გაქვთ ქართული ოცნების ამორჩეველზე. მე ზოგადად დიდი წარმოდგენა მაქვს ამორჩეველზე, იმიტომ რომ დასანანია რა თქმა უნდა და არავის არ მოგწონს რომ ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ ამდენი ამორჩეველი ყავს, მაგრამ ეს მარტო ქართული ოცნების დამსახურება არ არის, მან ჩვენი ბრალებლობაც უნდა ვიპოვოთ და მათ შორის მთავარი მიზეზი ის არის თუ როგორ უჭირს ქვეყანას და ამ ადამიანებს და მასზე манипуლირება ძალიან მარტივია და როცა ამაზე ზევიდან უკვე ყველაზე დიდი პროპაგანდისტული არხები ემატება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, საბოლოო ჯამში მივდივართ აქან. რისი თქმა მინდოდა რა, რაც ვამბობდი და უკვე პროცესში ვარ შესული, სადაც ოცნებას ამორჩეველი წყდება და მოწყდება კიდევ. ეს პროცესი შეუჩერებელი არის. იმიტომ რომ ოცნება ყოველ დღე იმაზე უარესი არის, ვიდრე იყო გუში. ეს ამორჩეველი, რომელიც ოცნებას წყდება, ამ ამორჩეველს თავშესაფარი აუცილებლად ჭირდება. და ეს თავშესაფარი ამორჩევლისთვის ვერც ქუჩა ვერ იქნება და ვერც ქუჩაში მდგომი ნაციონალური მოძრაობა. ამიტომ ჩემის აზრით მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არჩევნებზე დანაშაული იქნება ამ ადამიანებს ბიულეტენში არ კონდეთ არჩევანი. არ შეიძლება რომ ეს ადამიანები ოცნებას პირისპირ შევაჯახოთ. ამ არგუმენტის საპასუხოდ გიორგი ისმის ასეთი კითხვა, თუნდაც რომ დავუშვათ, გადაარწმუნოთ ქართული ოცნების ამორჩეველი თქვენს სასიკეთოდ, რამდენად იქნება მათი ხმა დაცული, როცა ვამბობთ, რომ ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რაც ვიხილეთ წინა შემოდგომას საპარლამენტო არჩევნებზე, არჩევნები ქვეყანაში არ არსებობს, CSKO წერს იმ მონაცემებს, რომელსაც მას კარნახობენ. თუ გადაარწმუნეთ თქვენ ამორჩეველი, რომელიც ქართული ოცნების მომხრე იყო, მაშინ როგორ ასე ვთქვათ უზრუნველყოფთ ამ ადამიანების ხმების დაცვას, როცა ეს საპარლამენტო არჩევნებზე თქვენივე განცხადებების თანახმად ვერ მოახერხეს. მესმის, ანუ კითხვა აბსოლუტურად მესმის, მე ამაზე მარტივი პასუხი მაქვს, რომ უბრალოდ არ შეიძლება რომ ეს ამორჩეველი ამ ხმებს დავიცავთ, არ დავიცავთ, ეს კიდე მეორე საკითხი არის. არ შეიძლება რომ ჩვენ ოცნებას ის ფუფუნება შევქმნათ, რომ ბრძოლის გარეშე ამორჩეველი, რომელიც მზად არის რომ ოცნებას ხმა არ მისცეს, ვალდებული გახდეს რომ ეს ხმები ისე ოცნებაში წავიდეს. ამის საშუალება ჩვენ ოცნებას არ მივცემ. მეორე ვარიანტი არის ბოიკოტი, ხო? ეხლა ორი ძირითადი საკითხი არის ამ ბოიკოტი ან არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენ პირველივე დღიდან ბოიკოტის მომხრე პარტიებს დაუსვით კითხვა, ძალიან მარტივი კითხვა. გვესმის თქვენი, რომ თქვენ გაქვთ სხვა არჩევანი, ჩვენი გზები ამ შემთხვევაში ვერ დაემთხვა, რა არის გეგმა ბოიკოტის შემდეგ. დღემდე პასუხი ჩვენ მაგალითად არ მოგვისმენია, აქედან გვესმის რომ ბრძოლა ბოლომდე. ჩვენთვის ბრძოლა ბოლომდე გადის არჩევნების ხაზზე. იმიტომ რომ წარმოუდგენელი არის დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში შენ ებრძოდე ბიძინა ივანიშვილს და პოლიტიკაში გქონდეს ინსტრუმენტი, თუნდაც მანდატი, თუნდაც არჩევნები და შენ ეს არ გამოიყენო, ანუ უბრალოდ დაანიავო. ბოიკოტის გზა და შანსი და დრო ყოველთვის იქნება და თან ერთი მეორეს ხელს არ უშლის. ხო, თქვენ პასუხობენ ოპონენტები, რომ ბოიკოტმა შედეგი გამოიღო და სანქციები, რასაც ხედავთ, რეზოლუციები, პარტნიორების მხარდაჭერა, არაღიარება, არ ვამბობ, რომ არ გამოიღო. არალეგიტიმურად ხელისუფლების დასახელება. ევროპარლამენტში რომ ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებულ მთავრობას რეჟიმად მოიხსენიებენ, ეს ბოიკოტის დამსახურებაა. ერთ-ერთი კითხვა ზუსტად იმის გამო რომ ვერ შეთანხმდით, კი არ გსაყვედუროთ თქვენ პირადად ზოგადად პოლიტიკურ სპექტრს შეიძლება უსაყვედუროთ, რომ
ერთიანობა ვერ შეძელით, აი ერთ-ერთი კითხვა ამასაც ეხება, რომ თვითონ ამ პარტნიორებშიც იწვევთ ამით გაურკვევლობას, ცოტა დაძაბულობასაც და უიმედობას, რის გამოც შესაძლოა პარტნიორების ეს დამოკიდებულებაც სამომავლოდ შეიცვალოს. არ არსებობს ესეთი რამე. არ არსებობს ესეთი რამე. ერთიანობა ჩვენ შევძელით იმ თემებთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა პოლიტპატიმრებს, ეხებოდა ვადამდელ არჩევნებს, დანარჩენი ხა მუნიციპალურ არჩევნების თემატიკაში ერთიანობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ისგან ეს არ მოდის. რეზოლუციას მაგალითად ბოლოს ნახეთ გასულ კვირას ჩვენ ანგარიში ევროპარლამენტის, სადაც პირდაპირ წერია, რომ თვით გამოცხადებული ხელისუფლება ასეთ მონაწილეობას ახალი სტატუს-კვოს აღიარებად გამოიყენებს და ეს მომავალი არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. ეს არის პარტნიორების ხედვა. კი, მაგას ვამბობ, მაგ რეზოლუციაში ახალი რეალურად არაფერი არ წერია. მაგ რეზოლუციაში ახალი არაფერი არ წერია, იმიტომ რომ ჩვენ თვითონაც ვიცით, რომ ბიზინა ივანიშვილი როგორც შეეცდება, რომ არჩევნები გამოიყენოს თავის ასიკეთოთ, ისე გამოიყენებს ბოიკოტსაც. და ჩვენ დღეს დარწმუნებული ვართ, რომ ბიზინა ივანიშვილისთვის უფრო კომფორტული პოლიტიკური მდგომარეობა იქნება ბოიკოტი, რადგან მისთვის ამომრჩეველი, რომელიც არ იცის ხმა ვისმის ეს, მაგ ამომრჩეველსაც დაიჭერს და იმ ამომრჩეველსაც გადაიყვანს, რომელიც შეიძლება აქამდე ოცნებას გაიქცა. ამიტომ რომ ეს არის მუნიციპალური არჩევნები. აქ არ წყდება ამ ქვეყნის დასავლური კურსი იქნება თუ ჩრდილოეთის კურსი იქნება. აქ ადამიანებს მე მესმის, რომ თბილისში და მათ შორის იმ ადამიანებს, რომლებიც აქციაზე დგანან ყოველდღე და ვისი დამსახურებაც არის, რომ ეს სანქციები არის, ის რომ რეჟიმს ეძახიან დღეს ოცნებას და ასე შემდეგ, გასაგებია რომ უნდა თვალინო გაუსწროთ სიმართლეს. საქართველოში არსებობს უამრავი რეგიონი. ხალხს ზოგან წყალი და ელემენტარული გადაადგილების პრობლემა აქვს და აი ეს ხალხი უბრალოდ არ შეიძლება რომ და ამ ხალხს ამ მუნიციპალურ პრობლემებზე, რაღაც ყოველდღიურ პრობლემებზე უნდა ელაპარაკოთ იმ პირობებში, როცა თქვენი ლიდერი ქვეყანაში ვერ ბრუნდება, როცა პოლიტპატიმრები გვყავს სამოქალაქო და პოლიტიკური ლიდერები არიან ციხეში. მათ შორის, კი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც თქვენ ჩამოთვალეთ, არის პირიქით იმის არგუმენტი და მიზეზი, რომ იმ ადამიანებმა არჩევნებზე სხვა არჩევანი გააკეთონ და არაოცნება შემოხაზონ და ეს არის ზუსტად ის არგუმენტი ჩვენც, რაც მათ წარმოადგენელი იქნებით ბიულეტენში. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ბიზინა ივანიშვილს ჩვენი აზრით დღეს რაც უნდა არის ის, რომ ამ მუნიციპალურ არჩევნებზე არც ერთი პოლიტიკური პარტია არ გავიდეს არჩევნებზე, იმიტომ რომ მისთვის ეს იქნება ყველაზე კომფორტული მდგომარეობა. ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, რომ დასავლეთით შეიძლება მართლა გააოცოს თავის დემოკრატიული ჩატარებული არჩევნებით. და პლუს მაგას დაიჭერს ამომრჩეველს და ეს მთელი კრიზისი რამდენი ხანზე ერთი წლის განმავლობაში, ერთი წელზე მეტია როგორ საშინლოვი ხდება ქვეყანაში. ამ კრიზისს ისე გადაიulis, რომ მზადებას დაიწყებს 2028 წლის არჩევნებისთვის და არ შეიძლება უბრალოდ რომ აი ეს ასე ლანგრით მივართვათ ქართულ ოცნებას. გიორგი, კიდევ არის სივრცე, სადაც შეიძლება კვლავ გამონახოთ საერთო ენა ბოიკოტის მომხრეებთან, თუ არჩევნების საკითხზე არა, სხვა თემებზე და რაღაც ერთიანობა სხვა მიმართულებით ვიხილოთ. იმიტომ რომ ჩვენ გვესმის თქვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან, როცა შეიძლება გახარიას გულზე ნაკლებად, მაგრამ უფრო ლელოზე, აი ისმის ასეთი შეფასებები, რომ მოღალატეები და ასე შემდეგ. თუმცა ნაწილად თქვა, რომ მორატორიუმს აცხადებს და თავდასხმაზე უარს ამბობს, რადგან ფოკუსი ქართულ ოცნებაზე უნდა გასწორდეს. ძალიან მოკლედ გითხარით, არის რა სივრცე ამ პირობებში კიდევ დარჩენილი, რომ ანუ აქამდეც როცა საქმე პოლიტპატიმრებს ეხება და ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს ეხება და ვადამდელ არჩევნებს ეხება, არანაირი პრობლემა არ არის. ანუ ამაზე ჩვენ გვქონია შეხვედრები, მომავალშიც ალბათ გვექნება შეხვედრები პირიქით. ესეთი შეხვედრები რაც უფრო მეტი იქნება, მით უკეთეს. მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აზრი გაიყო. მაგრამ უბრალოდ ლეოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, წარმოუდგენელი არის და არ ვიცი, ძალიან ცუდი არის. ამ პირველ რიგში ამომრჩევლის თვალში ძალიან ცუდად ჩანს, როგორ შეიძლება ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მეორე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიამ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა, ზუსტად იგივე ეპითეტებით მოიხსენიოს, როგორც იხსენიებს მართველი ძალა. ამას ხომ ქართველი ამომრჩეველი უყურებს. მე მინდა რომ ლელოს სოლიდარობა გამოუცხადო. ვიხარია რომ ლელო ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებს, მათ გააკეთეს ეს განცხადება, ხოლო ნაციონალურ მოძრაობას მინდა მოუწოდო, რომ ნუ დაემსგავსებიან ქართულ ოცნებას ბოლომდე, იმიტომ რომ ქართული ოცნება ამით მხოლოდ და მხოლოდ თავის არგებელს ნახულობს და ხედავთ, რომ ბოლო პერიოდში
ნაციონალური მოძრაობის რამდენიმე სპიკერი უკვე რუსთავი ორდის მთავარ სპიკერად არის ქცეულის ხანერად წარმოუდგენელი არის. აი როგორ შეიძლება რომ მაგალითად ქალბატონი ანა წითლიძე რუსთავი ორზე იჯდეს ერთი დღე და ლელოზე რაღაცეებს კულუარულად ლაპარაკობდეს, აშავებდეს. მეორე დღეს ისევ იჯდეს რუსთავი ორზე და უკვე ჩვენ გვეძახდეს მოღალატეებს. სამართლიანობისთვის ლელოც ხშირად არის რუსთავი ორის ეთერში, თქვენი გუნდისგან გასწავლებით. არ ვართ ჩვენ, მაგრამ ლელო ნაციონალური მოძრაობის წევრებს იგივე ეპითეტებით არ მოიხსენიებს და ესეც აღსანიშნავია. ძალიან დიდი მადლობა გიორგი. ბოლოს ვიდრე ლელოს წარმომადგენელს გიორგი სიორიძეს მოვიწვევთ ჩვენთან ეთერში. მე მინდა ვაჩვენო ვიდეო, რომელიც ჩემს არქივში გამოიცა. რაღაცა ერთ სექტორებას ვიტყვი ძალიან მოკლედ, გუშინ ჭიათურაში ვიყავით და მინდა რომ მოსახლეობას შევახსენო, რომ ჭიათურაში 140 დღეა უკვე პროტესტი მიმდინარეობს, 24 დღე არის უკვე რომ მაღაროელები შიმშილობენ და ისინი მოითხოვენ ერთადერთ რამებს. ხელისუფლებიდან ვინმე ჩავიდეს და ამ ადამიანებს დაელაპარაკოს. 140 დღეა ამ ადამიანებს არ იმჩნევენ. ადამიანად არ აგრევენ და ეხლა ჭიათურაში რაც ხდება, ეგ არის ზოგადად ქართული ოცნება, როგორ მართავს ქვეყანას იმის მინი მოდელი. ეს არის ბიზნესთან დავაგებული ხელისუფლება versus ერთი პატიოსანი ქართველი ადამიანი და უბრალოდ წარმოუდგენელი ამის ნახვა და იმედია რომ ამ ადამიანებს მალე ვინმე ყურადღებას მიაქცევს. კი ბატონო და ზუსტად ამ თემას ჭიათურის პრობლემებს ჩვენ ხვალ გადაცემას დავუთმობთ კომენტარი ილაპარაკებს ამაზე ვრცლად ხვალ ჩვენს ეთერში. მანამდე მოკლედ 20 ივნისი გავრილოვის ღამე ქართული ოცნება ხშირად ამბობს როცა ამ თემას აფასებს რომ მათ არ იცოდნენ რომ გავრილოვი ჩაჯდებოდა ირაკლი კობახიძის სავარძელში და ამ ფაქტით კობახიძეს სავარძლის გარეშე დატოვებდა და ჩემს არქივში მოიძებნა ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ყველა მიწოდა პარტიაში ეს იყო ყველაფერი ტექნიკურად გაწერილი, რომ გავრილოვი იქ უნდა მჯდარიყო, სადაც იჯდა და ტყუილია თითქოს იყო მოულოდნელობა. უბრალოდ მინდა რომ ეს არქივი გავახსენო მაყურებელს და შემდეგ უკვე გიორგი სიორიძესთან გავაგრძელებთ საუბარს. მოკლედ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გავრილოვის ღამეზე გამოძიების იმიტაცია ქმნის ახლა ივანიშვილის ხელისუფლება და იქ აზომვითი რაღაცა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა პარლამენტთან. ძალიან სასაცილო კადრი იყო ჩემთვის 6 წლიანი დაგვიანების შემდეგ გამოძიების ასეთი ფორმით განახლება. ნახოთ არქივი, რომელიც რუსთავი ორზე მუშაობისას ჩავწერე, ეს არის ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან. როცა ასამბლეის პრეზიდენტი არის ეროვნებით რუსი არჩეული და შენ ეს წინასწარიცი, როგორ შეიძლება გაგიკვირდეს ის, რომ ასამბლეის პრეზიდენტი ეროვნებით რუსი შეიძლება რომელიღაც პანელს გაუძღვეს? თქვენს თანაგუნდელებს რატომ გაუკვირდათ? ჩემ თანაგუნდელებს იმიტომ გაუკვირდათ, რომ ძალიან ემოციური ფონი შეიქმნა, ანუ იძულებულები იყვნენ ამ საპროტესტო ფონის გამო გაეკეთებინათ ეს განცხადებები. ფონი შეიქმნა, დიახ, ძალიან ემოციური ფონი შეიქმნა. არ დაგიმალავთ ზოგიერთ ჩემ თანამებრძოლს შეშინდა კიდევაც. და ამის გამო თქვა ის რომ ეს მიუღებელი იყო საგულისხმობ ამ შემთხვევაში თუ მამუკა მოვიდა და ჩემ გვერდში იდგა დარბაზში, მაგრამ ძალიან ბევრი ვიცი. მაგრამ გაუკვირდა ის ამბობს დღესაც თქვენ გითხრა რომ გაუკვირდა, ეს მის უფლებაა ეხლა ჩვენ დემოკრატია. თქვენ ამბობთ რომ არ უნდა გაკვირვებოდა. მე არ გამკვირვებია მეთქი გურამ, იმიტომ რომ მე ამ ასამბლეას საქართველოს წარმოვადგენდი, მინახია ეს კაცი როგორც არჩეული პრეზიდენტი რომში, ათენში, რა ქვია. რომი არ აქვს ოკუპირებული რუსეთს. ბატონო, იტალიის ტერიტორიები რუსეთს ოკუპირებული არ აქვს. ამ ლოიკით თუ ჩვენ ეროვნული ინტერესების დაცვისთვის ჩვენ ერთადერთი ინსტრუმენტი გვაქვს, დიპლომატიური ინსტრუმენტი. ჩვენ სამწუხაროდ გურამ არც დიპლომატიური ურთიერთობები არ გვაქვს რუსეთთან, ბატონო ზაქარია. სამხედრო ინსტრუმენტი ოკუპაციის გამო. თუ ჩვენ მართლმადიდებელ სამყაროს ამ 23 ქვეყანას მივატოვებთ იმის გამო, რომ რუსეთია იქ ერთ-ერთი წევრი, მაგ ლოიკით მაშინ ევროპის საბჭოს უნდა მივატოვოთ. გავივიწყოთ მაშინ საერთოდ რომ რუსეთი ოკუპანტია. უნდა ვიყო და ვიბრძოლოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებისათვის. სხვა საპარლამენტო შორის ანსამბლეებისგან განსხვავებით ამ ანსამბლეას არ აქვს მუდმივი მოქმედი სტომატ დარბაზი, როგორც აქვს ევროპის საბჭოს მაგალითად სტრასბურგში, EU-ს ბრიუსელში და ასე შემდეგ. მათ არ აქვს მუდმივი სტომების დარბაზი და ამიტომაც როტაციის პრინციპით სხვა ქვეყანაში ატარებენ შესაბამისი მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის სტომატ დარბაზში. ჩვენი შეცდომა მდგომარეობდა ალბათ იმაში, რომ უნდა გაგვეთვალა, რომ პირველი სტომა იქნებოდა თუ მესამე სტომა იქნებოდა, პრეზიდენტს მაინც მოუწევდა სიტყვით გამოსვლა და ამას ოპოზიცია ყველა შემთხვევაში გამოიყენებდა. აი ეს იყო ჩემი აზრით ჩვენი შეცდომა, რომ ტრადიცია უნდა დაგვერღვია და მოგვეთხოვა ორგანიზატორებისთვის, რომ ამ შემთხვევაში გამართულიყო ასამბლეა არა ტრადიციულად პარლამენტის სტომატ დარბაზში, არამედ სადმე სხვა ადგილას.